მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც სდევდა ჩემს ფიზიკურ სამსახურს, თუნდაც იმ დაღლილობის, თუნდაც იმ დროის უქონლობის და ჩემშვილებთან ნაკლები დროის გატარების, მე ვგრძნობდი თავს რეალიზებულად და როცა სამსახური დავკარგე და სახლში მომიწია დაჯდომა, 1 წლის განმავლობაში ზუსტად სახლში ვიჯექი და პირველი თვეები, პირველი 2 თვე განსაკუთრებით იყო ძალიან სტრესული ჩემთვის და მინდა გითხრათ, რომ პირველი თვის განმავლობაში ხშირად ესე გულაჩუყებული დავდიოდი, ხშირად მეტირებოდა, მარტო ვიყავი მაშინ სახლში და ვაძლევდი თავს აი ამის უფლებას და ძალიან ესეთი სტრესული პერიოდები გავიარე. თუმცა აი იმ 1 წლის მერე, მე რაღაცნაირად დაალაგდა თითქოს ყველაფერი, თითქოს მე თვითონაც დავისვენე და იმ 1 წლის მერე გამიჩნდა მოთხოვნილება, რომ რაღაცა აუცილებლად უნდა მეკეთებინა, რაღაცა ჩემი საქმე მჭირდებოდა, იმიტომ რომ როცა 11 წლის განმავლობაში ხარ აქტიური, რეალიზებული, ხო, მერე ძალიან რთული არის, რომ სახლში უბრალოდ ყოველდღიურ რუტინას მიყვებოდი და მხოლოდ დიასახლისის პოზიციაში იყო. ძალიან რთული იყო და შესაბამისად, იმიტომ მოვკიდე ხელი აი ამ საქმეს, ან დავიწყე ეს ონლაინ სამსახურის ძებნა და პირველი შემხვდა ეს საქმე და მადლობა დიდი ჩემს თავს, რომ გადავედი და მაშინვე გავაგზავნე შეტყობინება. და მივიღე ის, რაც დღეს მაქვს, რითიც ვარ ძალიან კმაყოფილი და რომ არა, აი ის სირთულე და ის რაღაცა პაუზა და ის ეპიზოდი, რაც ჩემთვის მართლა ძალიან სტრესული და ძალიან რთული იყო, დღეს მე აქამდე არ მოვიდოდი, იმიტომ რომ არასდროს არ დავიწყებდი დამატებით რაღაცის ძიებას.